დღის წინ გვაზეემა ოჯახური სიწმინდის დღესასწაული. იმ ოჯახებისა, საიდანაც მამა გაქცეულია თურქეთში სამუშაოდ, დედა სკანდინავიაში, ხოლო ბავშვები თუ ყავთ, ბებია ბაბუებზე არიან ჩაბარებული. ერი გადაშენების გზაზეა. ქართველობა 1,300,000 გავხდით ადგილზე. ანუ ვართ უკვე უმცირესობა. ეს ყველაფერი მოიტანა ივანიშვილის დანაშაულებრივმა მტრულმა პოლიტიკამ, რომლის მიზანია ქართველის ჭაჭანება აღარ იყოს ამ ქვეყანაში და ამისათვის შემოიღო ნორმა, რომლის თანახმადაც მთელი აზია, აფრიკა, არაბული სამყარო შემოდის აქ უვიზოთ და ჩვენს შედეგებს ვხედავთ ჩვენს ქალაქებში, უბნებში და ქუჩებში. აგერ ახლაც გადახედეთ, უზარმაზარი სამშენებლო ფრონტია გახსნილი ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც შენდება არაბული ქალაქი და სადაც ყოველი კვადრატული მეტრი უკვე გაყიდულია არაბებზე. აქ წარმოვიმართება ცათამბჯენი მათ შორის და ამ სამუშაოებს აწარმოებს პუტინის და ლუკაშენკოს ოლიგარქი, აზერბაიჯანელი მილიარდერი აგალაროვი, რომელიც ყველაფერთან ერთად ფხილებულია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებულ ეპიზოდებში და რომელმაც დაარეგისტრირა კომპანია Citizen-ი არაბეთში და იქიდან აწარმოებს აი ამ ერის დემოგრაფიის და გადამშენებელ ღონისძიებას. ეს არ არის მშენებლობა, ეს ერის დამთავრების ერთ-ერთი მკაფიო ნიშანია ივანიშვილის სარდლობითა და თამადობით. აი ამაშია საქმე. მე პირველ რიგში მაინტერესებს ეს იყო ხაზარაზის ტერიტორია და როგორ მოხდა აგალაროვთან, რუს ოლიგარქებთან და არაბებთან. ეს ძალიან ცუდია და ალბათ ამაზე პასუხი სჭირდება საზოგადოებას. დიახ, სასწრაფოდ გაუქმდეს გადაწყვეტილება აზია, აფრიკის, არაბული ქვეყნებიდან უვიძო შემოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, საქართველო აღიგვება პირისგან მიწიზა ყოველგვარი ოკუპაციის, აგრესიის, პუტინების და შახაბასების გარეშე.